ხდება და რა ტიპის დაავადება? დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული შეტევება და შეტევათა შორის, ასე ვთქვათ, შედარებით მშვიდი პერიოდით. რეციდივ რემისიურ მიმდინარეობა ქვია მას სამედიცინო ენაზე. ეს თავისი ხასიათით ეს არის იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, დაავადება, რომ შევადარო ვთქვათ, სხვა სისტემებში რევმატიზმი კარგად ცნობილია ყველასთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ნერვულ სისტემაში, თავის ტვინში ხდება ისეთი იმუნური ანთება, რომელიც უკვე ნერვულ სისტემას აზიანებს და ეს აი შექცევადობა და განვითარება და შეტევა სწორედ რევმატიზმსაც ეს ახასიათებს, ოღონდ ამ შემთხვევაში რევმატიზმი თუ სახსრებს ეხება და ადამიანებისთვის კარგი წარმოსადგენია, რაზე ლაპარაკი, აქ თავის ტვინის იმუნურ ანთებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ვლინდება ყველაფრით, რაც კი შეიძლება ნერვულმა სისტემამ, ასე ვთქვათ, განახორციელოს ყველა ფუნქცია. ეს არის მეტყველების გაძლელება, მხედველობის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, ხელფეხის დაბუჟება, ხელფეხის პარალიზება. ოღონდ ეს შეტევები თავდაპირველად, ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდის მერე უკულ განვითარდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად უკულ განვითარება ნაკლებია და თანდათან, ასე ვთქვათ, ამ შეტევების ნარჩენი მოვლენები ერთმანეთს ემატება და თუ არ იქნა დროულად და ადეკვატურად პაციენტი ნამკურნალები, რეალურად მრავალი დაახლოებით 20 წლის წინ ესეთი პაციენტები განწირული იყვნენ უნარ შეზღუდულობისაგან, ანუ მოძრაობის შეგრძნებების, მკვეთრი დაქვეითებისაგან და რეალურად წარმოადგენდნენ უნარ შეზღუდულ ადამიანებს. სამბედნიეროდ დღეს აი ძალიან დიდი გარღვევა მოხდა ამ დაავადების მკურნალობაში და შესაძლებელია როგორც თვითონ შეტევის მკურნალობა, თუმცა შეტევის მკურნალობა ის გამწყობას, რასაც უწოდებთ, ის ყოველთვის შესაძლებელი იყო, მაგრამ ის რომ ეს შეტევა არ განმეორდეს, ეს შესაძლებელი გახდა პრაქტიკულად 95 წლიდან, როდესაც დაიწყო ამ იმუნომამოდიფიცირებელი პრეპარატების საერთაშორისო, ასე ვთქვათ, კვლევების შედეგად უკვე კლინიკურ პრაქტიკაში ძალიან აქტიურად გამოყენება. ქალბატონი, დაახლოებით რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ეს დაავადება და რა იწვევს ამას? ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი? იცით რა, გენეტიკური ფაქტორიც და ისეთია. გენეტიკურად ჩვენ შეიძლება გქონდეს წინასწარ განწყობა გარკვეული იმუნური დაავადებების მიმართ, მაგრამ ეს არის გენეტიკური დაავადება. ეს არის ვითარდება უფრო ხშირად ქალბატონებში, დაახლოებით 3-1-ზეა შეფარდება, ქალებში უფრო ხშირად ვითარდება და ახალგაზრდა ასაკში იწყება. საშუალო ასაკი არის, საშუალო 20-დან 40 წლამდე, თუმცა ბავშვებს ის არის და შეიძლება 40 წელზე უფრო ხანთაზმულებში დაიწყოს. თუ როდესაც ის დაიწყება, რეალურად პაციენტი მთელი ცხოვრება უკვე ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობს. ეს არ არის ვთქვათ, რომ ის მორჩეს სამწუხაროდ. რეალურად ნევროლოგიური თუმცა შეიძლება პროგრესირების შეჩერება. აი პროგრესირების შეჩერება არის ის, ასე ვთქვათ, სამიზნე, რისკენაც მიმართულია სოფლიო, ასე ვთქვათ, ნეირომეცნიერების ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენერგია და მოხდა ამის შეჩერება. ეს არის მთავარი და აი როგორია მკურნალობის გზები და საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია? მკურნალობის გზები, არის ეგრეთ წოდებული იმუნური სისტემის მოდიფიცირება, ანუ მისი აქტიურობის დაწვრთნა, ასე გასაგებად რო წარმოვიდგინოთ. ამისათვის ძალიან ფართო სპექტრია პრეპარატების მოწოდებული. პრობლემა ორია. ერთია, რომ ჩვენთან ყველა პრეპარატი არ არის და მეორე კიდე უფრო დიდი პრობლემა, ეს პრეპარატები იმდენად ძვირია, რომ თუ არ არის ისინი უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პროგრამა თუ არ არსებობს, მაშინ პაციენტისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია ამ იმუნომამოდიფიცირებელი მკურნალობის განხორციელება. რაც შეეხება გამწვავებას, რაც ვახსენე, რომ პაციენტი ცუდად ხდება, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, განვითარდა, ვთქვათ, მხედველობა დაკარგა, ხელფეხი დაუბუჟდა, წონასწორობა დაკარგა. აი ამის მკურნალობა ეს სტანდარტულია, ჩვენთანაც ძალიან დიდი ხანია ეს მიღებულია. აქ არაფერ სირთულეს მკურნალობის ჩატარება არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა არის, რომ ის მკურნალობა, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ აი შეტევა არ გაგვიმეორდეს. აი ეს არის მთავარი. აი ამას ქვია იმუნომამოდიფიცირებელი მკურნალობა. ეს მკურნალობა მსოფლიოში დღეს მოგეხსენებათ, როგორც მოგახსენებთ, მიღებულია ჩვენთანაც არის უკვე, ასე ვთქვათ, ეს პრეპარატები, მართალია არსენალი ცოტა უფრო მწირი გვაქვს, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს მათი ფასი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, ერთი რეგიონი, ეს არის აჭარის რეგიონი, რომელიც საკუთარი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტით 18 წლიდან აფინანსებს ამ პაციენტების მკურნალობას და თბილისი. ანუ თბილისში ეს პაციენტები 3 წელიწადია უკვე მკურნალობენ თბილისის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის ფარგლებში, მაგრამ სხვა რეგიონებში, ვთქვათ, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, იქ არსებული პაციენტები სამწუხაროდ აი ამ მკურნალობას, ასე ვთქვათ,
იმუნომამოდიფიცირებელს მე ამ სიტყვას გავიმეორებ, ვერ იტარებენ. ეხლა საუბარი მიდის იმაზე, რომ ალბათ უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს ეგრეთ წოდებული ფედერალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, უზრუნველყოფილი იქნება იმ მედიკამენტებით, იმ არსენალით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის ამჟამად რეგისტრირებული. ზოგადად რამდენად პრობლემურია ეს დაავადება საქართველოში, თუ არის ცნობილი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი არის ამ დაავადებით? უნდა იყოს ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ დაახლოებით 2000 პაციენტი უნდა იყოს, მაგრამ ჩემი ესეთი, აბსოლუტურად სუბიექტური და ეს არა მარტო ჩემი კოლეგების სუბიექტური შთაბეჭდილებით ამ პაციენტების რაოდენობა მატულობს. აი ეს პაციენტები, თქვათ 20-30 წლის წინ მათი რაოდენობა ნაკლები იყო. ეხლა ვერ გეტყვით ეს რითია გამოწვეული, მაგრამ მათი რაოდენობა მატულობს. ამიტომ ასე ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ეხება ახალგაზრდა ქალბატონებს, მამაკაცებსაც, მაგრამ უფრო ხშირად ქალბატონებს, რომლებიც არიან ახალგაზრდა ასაკში, რომლებსაც ოჯახები უნდა შექმნან, აქტიური პროფესიული კარიერა, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში უნდა შედგეს, ამათი მენეჯმენტი და სწორი მეთვალყურება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალბატონები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ და არაფერში არ იყვნენ შეზღუდულები. თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახი უნდა შექმნან ისეთ ასაკში, ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადების პარალელურად შესაძლებელია ურსულობა და ჩვეულებრივი ცხოვრება მათთვის. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, აი ამაზე ლაპარაკი, რომ ხალხმა უნდა იყოს ცხოვრობს ჩვეულებრივად. ანუ ეს მედიკამენტები არ არის საზიანო ამ მიმართულებით. აბსოლუტურად არ არის, ყოველში აქ უნდა იქიმის და პაციენტის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ეს არ არის, თქვათ, ეხლა არის ესეთი პიროვნებასთან ურთიერთობას მნიშვნელობა პაციენტთან. მან უნდა ხშირად არჩევანი გააკეთოს მედიკამენტზე, როგორი ურჩევნია, ყოველდღე დალიოს ტაბლეტი თუ თქვათ რაღაცა პერიოდულობით ინიექცია გაიკეთოს. ეს არის ექიმის და პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილება. როდის გეგმავს ორსულობას, ასე ვთქვათ, როდის გეგმავს დაოჯახებას. ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ამ პარტნიორობას ექიმის და პაციენტის, ეს აუცილებელია. ქალბატონებად როლ დიაგნოსტირებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვის პროცესში. არა აქვს, რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება და დაიწყება ეგრეთ წოდებული იმუნომამოდიფიცირებელი თერაპია, მით ნაკლებია და პრაქტიკულად მინიმალურია იმისი ალბათობა, რომ პაციენტი გახდება უნარშეზღუდული, ის იცხოვრებს ჩვეულებრივი ცხოვრებით. მაგრამ თუ გვიან ხდება დიაგნოსტირება, როდესაც უკვე ხშირია ეს გამწვავებები და ტვინის დაზიანების ფართობი, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ მარტივად, დიდია, იქ რასაკვირველი პრობლემა მეტია. ჩაგეკითხებით, უნარშეზღუდვა გულისხმობს გონებრივს თუ ფიზიკურს? პირველ რიგში ფიზიკურს. პირველ რიგში ფიზიკურს. სიარულის გაძნელება, მარტივად რო გითხრათ, მკურნალობის გარეშე, დაახლოებით 15-20 წლის წინ ასეთი პაციენტები განაწილებლად ეტლით სარგებლობისათვის დაავადების 15-20 წლის თავზე. თუ ჩავთვლით, რომ ეს ევარდება 20-დან 40 წლის ასაკამდე ქალბატონებს, ახლა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში თუ მკურნალობა, ასე ვთქვათ, იყო ესეთი ეტაპი სოფლიოში არ არსებობდა ეს მამოდიფიცირებელი, ანუ იმუნური სისტემის, დამთრგუნელი, მოდით ასე ვთქვათ, მედიკამენტები, ეს პაციენტები განწირული იყვნენ, ასე ვთქვათ, ძიმე უნარშეზღუდულობისაგან. დღეს სამედნიეროდ უკვე ამის საშუალება არსებობს, რომ ეს თავიდან ავიცილოთ.